პასუხი კითხვაზე, ვინ იქნება რუსეთის მთავარი დასაყრდენი ძალა სოხუმში, გაცემულია. 1 მარტს კრემლის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ბადრა გუნბა დააწინაურა, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტობიდან დე-ფაქტო პრეზიდენტობამდე. ადგილობრივებს არჩევანის გაკეთება მასსა და ადგურ აღდგენას შორის მოუწიათ, თუმცა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტი გახდა სწორედ ის, ვინც სასურველია არა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ კრემლისთვის. ექსპერტთა თქმით, ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტურამდე არსებული შუალედით მოსკოვმა დრო მოიგო და პოლიტიკური პოზიციები სოხუმში მეტად განიმტკიცა. ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით დადგა და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, განურჩევლად იმისა, ვის მისცა მან ხმა. მადლობა მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ბადრა გუნბასა და ბესლან ბიგვავას გუნდის გამარჯვება. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ. კრემლისადმი ერთგულებას ბადრა გუნბა არც სიტყვით გამოსვლებში მალავდა და არც პოლიტიკურ სვლებში. ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო კამპანიისას ის ხშირად ხვდებოდა რუსეთის ხელისუფლების მაღალ შინოსნებს, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გამტკიცებას განიხილავდა. კრემლმაც არ დააყონა და გუნბამ ჯერ კიდევ მაშინ მიიღო პუტინის მილოცვა, ვიდრე ეგრეთ წოდებული არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდებოდა. გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო. ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის პირობებში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებამ დაადასტურა აფხაზი მოქალაქეების მხარდაჭერა თქვენი შიდა პოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თანმიმდევრულობის ხაზისადმი. ვიმედოვნებ, რომ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარება ჩვენი მოძმეერების საკეთილდღეოდ გაგრძელდება.